ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს სიტყვაში აწყვეტინა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა უკრაინისგან თანხას უკან დაიბრუნებდა. ეს საჯაროდ მედიასთან მოხდა, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინი უკრაინაში ევროკავშირის სამშვიდობო ჯარების განლაგებას დათანხმდება. საფრანგეთის ლიდერმა კი დაადასტურა, რომ ევროპის ქვეყნები განიხილავენ, რომ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები სამხედროებსაც მოიცავდეს. მაკრონის თქმით, უკრაინაში გაგზავნილი ნებისმიერი ევროპული კონტინგენტი იქ იქნება მშვიდობის შენარჩუნების მიზნით. ისინი არ განთავსდებიან ფრონტის ხაზზე და არც კონფლიქტის ნაწილი გახდებიან. ტრამპის თქმით, უკრაინაში ომი შეიძლება მალე დასრულდეს. რამდენიმე კვირაშიც კი. თუ ჭკვიანები არ ვიქნებით, ეს გაგრძელდება და შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. ტრამპის გზავნილებს მიესალმება რუსეთის პრეზიდენტი, ის არა მხოლოდ იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, არამედ იმას აკეთებს, რაც სურს. ეს ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ლიდერის პრივილეგიაა, განაცხადა პუტინმა და ზელენსკის ტოქსიკური ფიგურა უწოდა. President Macron for joining us today. დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოვალურ ოფისში G7 სამიტზე სასაუბრო ჩემომიერთა. სამიტი კანადის გუბერნატორმა G7 სამშამინდელმა თავმჯდომარემ ჯასტინ ტრუდო მოიწვია. რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით. ომის, რომელიც არასდროს დაიწყებოდა. მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი. ყველა გამოხატავდა ომის დასრულების სურვილს. მე კი ხაზი გაუსვი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი წიაღისეულის შეთანხმების მნიშვნელობას, რომლის რასაც უახლოეს მომავალში ველით. ეს შეთანხმება, რომელიც ეკონომიკური პარტნიორობას წარმოადგენს, უზრუნველყოფს, რომ ამერიკელმა ხალხმა ინაზღაუროს $10 მილიარდი და სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც უკრაინას გადაეცა და ამავდროულად დაეხმარება უკრაინის ეკონომიკის გაძლიერებას, როდესაც ეს სასტიკი და ბარბაროსული ომი დასრულდება. ამავდროულად მე სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებისა და იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების შეთანხმების შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შედგება. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს. თუ ჩვენ შეთანხმებას მივახცევთ, ის ომით დაინტერესებული აღარ იქნება. მე მას ზუსტად ეს ვკითხე. მას ამასთან სამშვიდობო ჯარების განლაგებასთან პრობლემა არ აქვს. ჩემი გამოცდილება პრეზიდენტ პუტინთან შემდეგია. პირველ რიგში მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ სხვა ლიდერებთან განხილვა კარგი იდეაა, განსაკუთრებით, როდესაც განსხვავებული აზრებია. მე შევწყვიტე ჩემი კონტაქტი პრეზიდენტ პუტინთან ბუჩასა და ომის დანაშაულების შემდეგ, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩვენ ვერაფერს მივიღებდით მისგან. ახლა კი არის ამის შესაძლებლობა. აქ დიდი ცვლილებაა, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციაა. ამიტომ ეს არის ახალი კონტექსტი. შესაბამისად, კარგი მიზეზია პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომ ხელახლა ჩაერთოს პრეზიდენტ პუტინთან. მაგრამ ჩემი გამოცდილება შემდეგია და მე ეს პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს გავუზიარებ. 2014 წელს ჩვენმა წინამორბედებმა პრეზიდენტ პუტინთან მშვიდობა გააფორმეს, მაგრამ გარანტიებისა და განსაკუთრებით უსაფრთხოების გარანტიების ნაკლებობის გამო პრეზიდენტმა პუტინმა დაარღვია ეს მშვიდობა. 2022 წლის დასაწყისში რამდენიმე კავშირი მქონდა განსაკუთრებით თავდაპირველ ეტაპზე. პრეზიდენტ პუტინთან 7 საათიანი საუბარი მქონდა რამდენჯერმე. მათ შორის თავდასხმამდე 15 დღით ადრე. მან ყველაფერი უარყო, მაგრამ ჩვენ არ მქონდა უსაფრთხოების გარანტიები. ამიტომ ძლიერი პოზიცია და შეკავების საშუალებები არის ერთადერთი გზა, რომ დავწმუნდეთ, ეს შეთანხმება გაწეული იქნება.